ნეტარი იყვნენ მგლოვარენი და მე როგორ გრძელდება? რამე თუ იგინენ უგეშინის ცემული იქნენ. ადამიანი მგლოვარებს საკუთარი ღმერთს დაცილებულობის გამო და ადამიანი ხარობს და მხიარულებს ღმერთთან მყოფობის გამო. ეს არის ანტინომიური წყვილი, რომელიც ლოგიკურად თუ მე ღმერთთან ვარ და მიხარია, თან უღმერთობას როგორ განვისი და როგორ ვიტანჯები. ეს ლოგიკურად შეუთავსებელი წყვილია, მაგრამ პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში ზუსტად ასე ხდება. ის რაც ლოგიკურად შეუთავსებელია, პრაქტიკაში რეალიზებადია. ანუ ერთის მხრივ გზნობ, რომ ესე იგი, იმდანაც შეუძლებელია შენი ღმერთთან მყოფობა, რომ ჯოჯოხეთს განიცდი, მაგრამ ამავე დროს ღმერთი შენთან არის და სიხარულს განიცდი. აი ქრისტე ამბობს ესეთ რამეს, რომ სასუფეველში ნებისმიერ ადამიანზე ამბობს. სასუფეველში ადამიანის ყოფა არის შეუძლებელი. ანუ გლოვარებას ადამიანს წამს ღმერთი რო არის იცის და კომუნიკაცია ვერ აქვს და იტანჯება და ცოდვების გამოც იტანჯება. მაგრამ ქრისტე ეუცება აგრძელებს, მაგრამ ღმერთის მიერ შესაძლებელი. და თუ ღმერთთან თუ ადამიანი ღმერთს მაინც ებღაუჭება და ხელს არ უშვებს, ღმერთი მასთან მოდის და ანუ ის რაც შეუძლებელია ხდება შესაძლებელი. ანუ ტანჯვა სიხარულად იქცევა. ამიტომ ადამიანში არის ეს ორივე და ორივე ობიექტური სინამდვილეა ამაშია საქმე. ობიექტური სინამდვილეა რომ ღმერთის გარეშე შენ ესე იგი ფაქტიურად სიცოცხლე შენში არ არის ღმერთის გარეშე, რომ ღმერთია სიცოცხლე, ეს ერთი ობიექტური სინამდვილეა, რომელსაც განიცდი და მეორე ობიექტური სინამდვილე, რომ ღმერთს ისე უყვარ ხარ, შენთვის მოკვდა და რადგან შენთვის მოკვდა, შენ დაგტოვებს. აი პავლე მოციქულსა აქვს სიტყვები, რომ ჩვენ როცა უღმერთოდ ცხოვრობდით, ღმერთი ჩვენთვის მოკვდა და ახლა როცა მოკვდა, ახლა დაგტოვებს. აი ეს არის. ამიტომ ადამიანში ეს ორივე არსებობს. ორივე ობიექტურად არსებული სინამდვილეა, მაგრამ მეორე, რა თქმა უნდა, ჭარბობს პირველს. ანუ იმედი ჭარბობს ტანჯულობას უღმერთობიდან გამომდინარე.